ეს ვიდეო გაკვეთილი ეხება Microsoft Word 2016-ის ფორმატირების გადატანას და ფორმატირების წაშლას. მაგალითად, ტექსტი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, არის რამდენიმე ტიპის ფორმატირებით. ერთი მაგალითად, რომელსაც აქვს ხაზგასმა იასამნისფერი, მეორე, რომელიც შემჭიდროებულია სიმბოლოები და მესამე ვარიანტი, რომელიც ეს არის ზედა რეგისტრში გადატანილი და თან დაუმატოთ წითელი ფერით. და კიდევ ერთი, უბრალოდ მოვნიშნოთ წითელფერიანი ფორმატირება. ასე და bold-ით, მეტი არაფერი. ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი მათგანი გადავიტანოთ. ანუ მაგალითად დავდგეთ X არის იასამნისფერი ფერია, ერთხელ დავაკლიკოთ Format Painters და შემდეგ გადავატაროთ ის კონკრეტულ ნაწილს ტექსტისას. დავინახავთ, რომ სწორედ იგივე ტიპის ფორმატირება, ანუ იასამნისფერი ხაზგასმა გადავიდა ქვემოთ. თუ ჩვენ ამ ბრძანებას შევასრულებდით ორი დაკლიკებით, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ფუნჯი უკვე ხელში გვიჭირავს და გაუჩერებლივ რეჟიმში შეგვიძლია მოვნიშნოთ და მოვნიშნოთ ტექსტის კონკრეტული ნაწილები. და მანამ სანამ არ მოგბეზდება, ვაკეთოთ ამ ფორმატირების გადატანა. თუ ფუნჯის გაუქმება გვინდა, მაშინ კვლავ ფუნჯს უნდა დავაჭიროთ ხელი. თუ დავდგებოდით მაგალითად წითელზე და ავირჩევდით bold წითელზე ორი კლიკით, დავუშვათ Format Painters და გადავატარებთ მას სხვა რომელიღაცა ტექსტზე, აი ასე, ნახავთ, რომ იგივენაირად ხდება ფორმატირების გადატანა. მაგრამ საერთო ჯამში თუ ყველა ფორმატირების მოხსნა გვინდა და არ არის ეს ჩვენთვის საინტერესო, შეგვიძლია მოვნიშნოთ მთლიანი ტექსტი და ავირჩიოთ ბრძანება Clear Format, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მონიშნული აქვს ტექსტი, მოხსნის და დააბრუნებს იმ საწყის პარამეტრზე, რომელიც დეფოლტად არის მითითებული ამ დოკუმენტში. ანუ როგორ იყოს ტექსტი თავიდან, რა ზომაზე, რა ფერზე, რა განლაგებით, რა პოზიციით და ასე შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის.